ძალიან სამწუხაროა, რომ თვითონ გენერალ მდივანი იყო ძალიან კრიტიკული და ასეთი კრიტიკული ტონი საერთოდ ძალიან პრაქტიკულად არ მახსოვს კრიტიკული ტონი ნატოს მხრიდან მთელ ამ წლებში საქართველოს მიმართ და ასეთი კრიტიკული ტონი რომელიმე ქვეყნის მიმართ იშვიათად მახსოვს. და მე ვფიქრობ ეს ევიძლევა დაფუძნების საფუძველს. ეხლა გენშტაბის უფროსი კალანდაძის დაკავება იმ ბრალდებებით, რომელიც იყო დილის 6 საათზე თავდაცვის მინისტრის კაბინეტში რაღაც სხვა მიზეზით გამოძახებით და შინაგან უკან გაყვანით და იქ აყვანით და შემდეგ რა ყველაფერი რაც ამას მოყვა და საერთოდ ტელეფონი დაკავებების რაც იყო და ის ბრალდებები რაც იყო იმ პირობებში როცა ამდენი წელი ამუშაობდით რომ ნატოს სამხედრო კომიტეტი ჩამოსულიყო საქართველოში ეს იყო საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანი ესე იგი სააკაშვილის რაღაცის მიღწევა კი არა ჩაგვაშალა ეს ვიზიტი. ახლა მე ნატოს გენერალ მდივანს ველაპარაკებოდი რომ იქნებ გაზაფხულზე მაინც გავაკეთოთ. შემდეგ იქნებ ნატოს მინისტერიალი დეკემბერში არ ჩაიშალოს და მაინც ჩატარდეს და იქ რაღაც პროგრესი მივახციოთ თუ ეხა მაპს არა იმიტომ რომ ამ სიტუაციაში არ ვიცი როგორ შეიძლება ეს გამოვიდეს მაგრამ რაღაც პროგრესი მაინც სიგნალი წამოვიდეს. მე მაგალითად როცა გენშტაბის უფროსის გარდა გამოვში სპეციალურად მოვიწვია და კიდევ ერთხელ მივეცი შანსი ახალ მთავრობას რომ ეს ინციდენტი გვერდზე მოგვეტოვებია დაენებებიათ თავი და იქნებ არ ჩაშლილიყო ეს ყველაფერი. სამწუხაროდ მათ ეს შანსი არ გამოიყენეს. მე ვფიქრობ, რომ ყველანი უნდა მივხვდეთ, რომ ეს საკითხები არ არის მთავრობის ან პრეზიდენტის შორის რაღაც კინკლაობის თემა უნდა იყოს. საქართველოსთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მიებას ამ სამხედრო ალიანსს ჩვენი უსაფრთხოების, ჩვენი ხალხის გრძელვადიანი პერსპექტივისთვის. აქ არ შეიძლება ჩვენ ეს გადავიყვანოთ რაღაც პოლიტიკური დაპირისპირების ასპექტში. იმედია რომ ეს ახალ მთავრობას განგებკი არ მოძდეს, არამედ მოძდეს გამოცდილობით. ალბათ შეიძენენ ახლა გამოცდილებას უცხოური ვიზიტებით, ჩვენ მივესალმებით უცხოეთში პრემიერ-მინისტრის, მე მივესალმებ მას სიარულს. მე ვფიქრობ, მისთვისაც ეს ბევრ რაღაცაზე ინფორმაციის მომცემი და სასარგებლო გამოდგება და საქართველოს ინტერესებს უფრო ნათლად დაინახავს ამ მთავრობის თითოეული წევრი. გენერალ მდივანს მე მაინც ჩემი გზავნილი იყო რომ მაშინ ახაც მას შეშფოთება გამოთქვა რომ ამან არ უნდა შეაჩეროს საქართველოს წინსვლა ნატოში. მთავრობები საქართველოში მოვლენ და წავლენ, პრეზიდენტები მოვლენ და წავლენ. და ჩვენ აუცილებლად უნდა შევიდეთ ნატოში. ჩვენ გვქონდა შანსი ამ არჩევნების გამოყენება, როგორც ჩატარდა ეს არჩევნები და როგორც ჩატარდა ხელისუფლების, აი უხავერდოვანესი გადაბარება. გამოგვეყენებია იმისთვის რომ აი ამ მომენტი ამოგვეძებნა და დეკემბერში მართლა აი ნახტომი გავკეთებია წინ. და სამწუხაროდ ცოტა მაინც მოეთფინათ, რამდენიმე კვირა მაინც მოეთფინათ. მე მართლა არ მესმის, რა საჭირო იყო ეს ნაჩქარევი გადაწყვეტილებები. და მაგრამ გენერალ მდივანს საუბარს მე მიუხედავად ყველაფერს რაც ხდება, აუცილებლად უნდა ჩავატაროთ, მე ვფიქრობ მინისტერიალი, მინისტრების დონეზე შეხვედრა ნატოს საქართველოს კომისიის. აუცილებლად უნდა რაღაც სახის პროგრესი მაინც მივახციოთ. აუცილებლად სამხედრო კომიტეტი რაღაც ეტაპზე მაინც უნდა ჩამოვიდეს. და ხო, კი, რა თქმა უნდა, იქნება საკითხები, კითხვები, რომელიც დაისვენა, მაგრამ ქართველი ხალხი და საქართველოს საქმე არ უნდა დაზარალდეს გამოუცდელობის ან ვიღაცის თუნდაც რაღაც სხვა ზრახვების გამო.